რუსეთმა სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები გააფართოვა და კიდევ ორი სომხური კომპანიის პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა იქამდე, ვიდრე ისინი ადრე გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზეულის მიწოდება შეჩერებულია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცეს. არსებული ინფორმაციით ამ ნაბიჯით გაერთიანებამ გასულ წელს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა შეასრულა. გადადგმული ნაბიჯი უზრუნველყოფს, რომ მხარეებს შორის სავაჭრო კონფლიქტი ხელახლა აღარ დაიწყოს. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადის შენარჩუნების შემთხვევაში ევროკავშირს გაზრდილი ტარიფების დაწესებით ემუქრებოდა. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ბრიუსელს მის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დრო 4 ივლისამდე ჰქონდა. საყურადღებო ფაქტია, რომ გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შევიდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა 2029 წლის ბოლომდე განისაზღვრა, თუმცა საყურადღებოა, რომ რეგულაცია რამდენიმე მნიშვნელოვან დამცამ მექანიზმს შეიცავს, რაც უზრუნველყოფს, რომ თუ ვაშინგტონის სავაჭრო შეთანხმების პირობებს დაარღვევს, ბრიუსელს ექნება უფლება დაწესებული შეღავათები გააუქმოს. ამერიკაში პერსონალური მოხმარების ხარჯების ინდექსი, რომელიც ფედერალური რეზერვისთვის ინფლაციის საზომ ძირითად ინდიკატორს წარმოადგენს, მიმდინარე წლის მაისში წლიურ ჭრილში 4.1%-მდე გაიზარდა. ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით მაჩვენებელი 2023 წლის აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე ფიქსირდება. რაც შეეხება ყოველთვიურ ზრდას, მაისში PCE ინდექსის მოცულობა 0.4%-ით დაჩქარდა. აღსანიშნავია, რომ სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით საბაზისო ინფლაციის წლიურმა დონემ 3.4% შეადგინა, რაც Dow Jones-ის ანალიტიკოსთა მოლოდინებს დაემთხვა და 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არსებული ინფორმაციით ინფლაციური ზეწოლის ზრდა დიდწილად ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ ენერგორესურსების გაძვირებას უკავშირდება. მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, ქვეყანაში მომხმარებელთა აქტივობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება. კერძოდ, პერსონალური მოხმარების ხარჯები მაისში 0.7%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულზე 0.1%-ული პუნქტით მეტია. პარალელურად, მოქალაქეთა პერსონალური შემოსავლების მოცულობამაც 0.7%-ით იმატა და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 0.4%-იან ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო პირადი დანაზოგების დონე 3%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გამოქვეყნებული მონაცემები FED-ს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისკენ უბიძგებს, თუმცა ის განაკვეთის მყისიერად გაზრდის მიზეზს არ იძლევა. ამერიკულმა კომპანია IBM-მა ნახევარგამტარების ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური მიღწევის შესახებ გამოაცხადა და მსოფლიოში პირველი 1 ნანომეტრზე მცირე ზომის ჩიპის არქიტექტურა წარადგინა, რომელიც 0.7 ნანომეტრიან ტრანზისტორებზე მუშაობს. ახალი ტექნოლოგია ფრჩხილის ხელა ფართობზე თითქმის 100 მილიარდი ტრანზისტორის განთავსების შესაძლებლობას იძლევა, რაც ორჯერ აღემატება IBM-ის მიერ 2021 წელს პრეზენტებული 2 ნანომეტრიანი ჩიპის სიმკვრივეს. უახლესი პროცესორი მიზნად ისახავს გამოთვლითი სიმძლავრის მკვეთრ ზრდას ისეთი მიმართულებებისთვის, როგორებიცაა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა და მომავალი თაობის ელექტრონული მოწყობილობები. როგორც ირკვევა, ამ მასშტაბის მიღწევა შესაძლებელი გახდა რევოლუციური სამგანზომილებიანი სტრუქტურის სახელწოდებით ნანოსტაკის საშუალებით, რაც ინდუსტრიაში ნანოფირებზე ბაზირებულ პირველ 3D დიზაინს წარმოადგენს. ტექნოლოგია ტრანზისტორების ვერტიკალურად განთავსებასა და თითოეულ ფენაში სხვადასხვა მასალის კომბინირების საშუალებას იძლევა, რაც დამოუკიდებლად ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. სამეცნიერო ანგარიშების მიხედვით ახალი ჩიპი 50%-ით მაღალ სიმძლავრეს და 70%-ით მეტ ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს, ვიდრე არსებული 2 ნანომეტრიანი ანალოგები. ჩიპების მწარმოებელი ამერიკული Micron Technologies აქციების ფასი 4 შაბათს ბირჟაზე სავაჭრო სესიის დაწყების შემდეგ 15%-ზე მეტით გაიზარდა. აქციების ფასის ზრდა კომპანიის მიერ ისტორიაში ყველაზე წარმატებული კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას მოყვა. კომპანიის ანგარიშის მიხედვით მესამე კვარტლის შემოსავალმა 41.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 9.3 მილიარდ დოლართან შედარებით მკვეთრი ზრდაა. ერთ აქციაზე კორექტირებული მოგება 25.11 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1.91 დოლარი იყო. ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება 28.24 მილიარდ დოლარს მიაღწია. Micron-მა მეოთხე კვარტლისთვისაც ოპტიმისტური პროგნოზი წარადგინა. კომპანია 50 მილიარდი დოლარის შემოსავალსა და 31 დოლარის ოდენობის EPS-ს ელოდება. საინვესტიციო კომპანია Vital Knowledge-ის შეფასებით ფინანსური შედეგები ადასტურებს, რომ Micron-ის შემოსავლების ზრდა შესაძლოა უფრო მდგრადი აღმოჩნდეს, ვიდრე სკეპტიკოსები ვარაუდობდნენ. ანალიტიკოსების აზრით, მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნა და მიწოდება მომდევნო დაახლოებით 18 თვის განმავლობაში კვლავ შეზღუდული იქნება. კომპანია Apple-მა MacBook-ისა და iPad-ის სხვადასხვა მოდელებზე ფასები ოფიციალურად გაზარდა. ტექნოლოგიური გიგანტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბაზარზე მეხსიერებისა და მყარი დისკების მკვეთრ გაძვირებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ცვლილებამდე ცოტა ხნით ადრე Apple-ის გენერალურმა დირექტორმა Tim Cook-მა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეული კომპონენტების დეფიციტის ფონზე პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო. როგორც ირკვევა, ფასების მატება რამდენიმე წამყვან მოწყობილობას შეეხო. კერძოდ, საბაზისო MacBook Neo-ს ფასი $599-დან $699 დოლარამდე გაიზარდა.
512 გიგაბაიტიანი MacBook Air-ის ღირებულებამ 1099-ის ნაცვლად $1299 შეადგინა, ხოლო 1 ტერაბაიტიანი MacBook Pro-ს ფასი $1699-დან $1999-მდე გაიზარდა. ცვლილებები შეეხო პლანშეტებსა 128 გიგაბაიტიანი iPad Air-ის ფასი $599-დან $759-მდე შეიცვალა, ხოლო iPad Pro 256 გიგაბაიტი ამჟამად $999-ის ნაცვლად $1199-დან იყიდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანია სამომავლოდ ფასების დამატების ზრდას არ გამორიცხავს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს Apple-ის პროდუქციის გაყიდვების საშუალო ფასი 12%-ით გაიზრდება, მათ შორის პროგნოზირებულია ახალი iPhone-ების გაძვირება. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მეტამ ახალი თაობის ჭკვიანი სათვალე წარადგინა. როგორც ირკვევა, ინოვაციური მოწყობილობის საწყისი ფასი $300 და ის წინამორბედ მეტა Ray-Ban-ის მოდელზე $80 იაფია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი სათვალე Ray-Ban-ის მფლობელ Essilor Luxottica-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. ამის მიუხედავად პროდუქტს Ray-Ban-ის ან Oakley-ის ბრენდირება არ ექნება. სათვალეს ეკრანი არ გააჩნია, თუმცა მასში ჩაშენებულია კამერა, მიკროფონი და დინამიკები. მოწყობილობის მფლობელებს მეტასხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაცია, ტექსტის თარგმნა და ფოტოების გადაღება შეუძლიათ. Take-Two Interactive-ის შვილობილმა კომპანიამ Rockstar Games-მა ლეგენდარული თამაშის Grand Theft Auto-ს ფრენჩაიზის მეექვსე ნაწილის ფასი განსაზღვრა. როგორც ირკვევა, სტანდარტული ვერსია $80 იქნება ხელმისაწვდომი, სპეციალური ვერსიის ფასი კი $100 იქნება. ძვირადღირებული პაკეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ექსკლუზიური ტრანსპორტი, სიარაღისა და სპეციალური ტანსაცმლის ქონის საშუალება ექნება. აღსანიშნი ფაქტია, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით საწყის ეტაპზე თამაშის ონლაინ ვერსია არ გამოვადა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მისი სტანდარტული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან გაირკვა ისიც, რომ GTA 6-ის დისკები ფიზიკური ფორმით ბაზარზე აღარ გამოჩნდება და მათ ერთჯერადი კოდები ჩაანაცვლებს. შესაბამისად, თითო ფიზიკური ასლის შემძენს წვდომა ექნება ერთ კოდზე, რომელსაც მხოლოდ ერთ ანგარიშზე, ერთ მოწყობილობაზე გააქტიურებს. დეველოპერებმა ეს გადაწყვეტილება ფაილის დიდი მოცულობით ახსნეს.